და აი როცა ადამიანი ნამდვილი მორწმუნეა და მან იცის, რას ნიშნავს ღმერთთან კომუნიკაცია და კავშირი, იმიტომ რომ ამიტომ არის ის ეკლესიაში, ამიტომ მოვიდა, არა იმიტომ რომ მოეწონა ღვთისმსახურება და მოეწონა, ესე იგი, ღვთისმეტყველება, მოეწონა დანარჩენი სხვა რამ, რაც ხდება ქრისტიანულ კულტურაში, არამედ ღმერთი შეეხო მის გულს. და ამიტომ მოვიდა ეკლესიაში. მან იცის ეს რას ნიშნავს. და აი ამის შემდგომ უკვე იწყება ამის შემდგომ უკვე იწყება ქრისტიანის ტკივილიანი, ქრისტიანის მგლოვარებითი ცხოვრება. იმიტომ რომ მუდამ ეძებს იმას, ვინც იცის გამოცდილებით რომ არის, ვისთან ერთობის გემოც გამოუცდია და ქრისტეს ტკბილი დაარქვა, ტკბილი ესო, ანუ ეს გულისმიერი გამოცდილება და უამრავი სხვა სიტყვა, მაგალითად აი რაღაცა შინაგანი სისავსე და უჩვეულოდ ბედნიერების განცდა და საოცარი სიყვარულის და სიმშვიდის და ასე შემდეგ. უამრავი რამეა, როცა ღმერთი ეხება შენს გულს, უამრავი სხვადასხვა განცდა მოდის, სხვა სიცოცხლის განცდა, რომელიც არ არის ეს მიწიერი სიცოცხლე, სხვა რეალობის, სხვა მყოფობის, სხვა ყოფიერების და შენგან დამოუკიდებლად შენ ცდილობ, მაგრამ ის არ მოვა, ის შენგან დამოუკიდებლად მოდის. ყოველთვის გზნობ, რომ როცა ის მოდის, შენი ფსიქოსომატური მცდელობის შედეგი არ არის, არამედ სხვა არის, მოვიდა შეგეხო, გესმით? და როცა ადამიანს ეს გამოცდილება აქვს, ადამიანის ცხოვრებაში იწყება მგლოვარებითი პერიოდი, როდესაც მას მუდამ სურს, რომ ეს განახლდეს, ეს კვლავ და კვლავ მოხდეს, მაგრამ ეს ადვილად არ ხდება, მას მრავალი ხელი შემშველი ფაქტორი აქვს, მათ შორის ჩვენში, მაგრამ ერთი რამე ნამდვილად ვიცით, იმედით ვართ ახსავსე, იმედით რომ ეს კვლავ მოხდება, კიდევ მოხდება და მე გარდავიცვლები იმაში, ვის შეხებასაც მე ვნატრულობ. გარდავიცვლები ქრისტეში, ანუ ქრისტე არის სიცოცხლე, გარდავიცვლები სიცოცხლეში, რომლის შეხებასაც მუდამ ვნატრულობ და როცა ის არ მაქვს, მუდამ გლოვარებ. აი, გახსოვთ ის ხანეტარებაში ნეტარიყვნენ გლოვარენი გულით არამედ თუ იგინი ნუ გეშინის ცემული. აი ამ გლოვარებით ახსავსე არის ქრისტიანის ცხოვრება. და თუ ეს გამოცდილება ჩვენში არ არსებობს, იცოდეთ რომ ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს სარწმუნოებრივი. ამიტომ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ და სიმართლე გითხრათ, თუ ესეთი გამოცდილება არ არსებობს, ჩვენ წმინდა წერილის გაგების უნარიც არ გვექნება. ვერ მივხვდებით რაზე ლაპარაკობს წმინდა წერილი.